Შემდეგი თემა ბუნებრივია ეხება უკვე პარტიას, ქართულ ოცნებას და პარტიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ჩვენ ახლა საუბრობდით სულსწრაფობისა და ემოციების სიჭარბეზე და აი ამ კონტექსტში მინდა გავაგრძელო. მაგალითად ის რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდში თქვენი ძველი თანაგუნდელების წასვლა, ეს რეალურად არის ემოცია თუ არის რაციონალიზმი? კარგია კითხვა, გაგრძელება. ემოციურობა დღესაც გუნდში ქართულ ოცნებაში შეიმჩნევა. პროცესები, რომელიც მართვასაც მე ვაპირებ ამ ბოლო თვეების განმავლობაში იყო დაფუძნებული ძალიან დიდ ემოციებზე. მთელი გუნდი შეიძლება ვთქვათ, თუ საპარლამენტო გუნდს განვიხილავთ, იყო გარკვეულწილად დაბნეულობა ეგრძნობოდა გუნდში. მე დამჭირდა მრავალჯერადი შეხვედრა. თანაც ხანგრძლივი შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში გვიწევდა ზოგიერთ შემოვლესობაზე შეხვედრა და მე მგონი რომ შედეგი მივიღეთ. მივიღეთ შედეგი ის რომ პრაქტიკულად ვინც წავიდა და ვინც ძირითადად ესე ვთქვათ ემოციებით ცდილობდა რომ მთელი გუნდი დაერწმუნებინა რაღაც ფასეულობებში რეალურად ხანგრძლივი საუბრების შემდგომ გამოიკვეთა ეს სამი ადამიანი, მას მეოთხე დაემატა უფრო გვიან. სოციალისტები არ ამყავს შეხედულობაში. მათ დატოვეს გუნდი და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გუნდი თითქმის დაწყნარდა, თუმცა იქ კიდევ არის პატარა პრობლემები, რომელიც დალაგებას გაცილებით ბესელიაზე, კვაჭანტირაძეზე და გოგი ჩაიშვილზე. ბეცერია, გოგი ჩაიშვილი, გიდი ფოფხაძე და კვაჭანტირაძე დღესაც გაურკვეველია ჩემთვის, ის არ მონაწილეობდა ამ პოლემიკებში პრაქტიკულად. ზარათ შეუერთ ამ გუნდს, რასაც ჩემთვის გაუგებარი ეს ის როგორც საზოგადოების ფასეულობების აღრევა. აი მე მინდა რომ პირწინა ნაწილი რატო წავიდნენ, ჯერ თუ და მადრევთ რომ წასვლის მიზეზი მინდა რომ ამ 4 იულის წასვლის მიზეზი მინდა რომ შევჩერდე. ჩემი აზრით მიზეზი არ ქონდათ. ღიაკარების დროებით წავიდნენ, რაც ზოგადად და ამას დავასაბუთებ და გაჩვენებთ რა მოხდელობაში. ზოგადად როდესაც პოლიტიკოს არ აქვს კარგი საფუძველი გამოკვეთილი მიზეზი იმისა რომ საკუთარი გუნდი დატოვოს, ჩემი აზრით მას ძალიან გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა. ამ ხრივ მე მათ გზა დავულოცე და დღესაც ასევე გავიხსენებდი ჩემს თანაგუნდელებს, თუმცა მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, რამე თუ მათ ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი და რა მაქვს მხედველობაში. საბაბადაც ვერ გამოდგება ის მიზეზი, რასაც ისინი ასახელებდნენ და ასახელებდნენ ფორმალურად, რომ მოსამართლეების არჩევის პროცესი დაიწყო, კარგად ახსოვს ჩვენ საზოგადოებას. გახსოვთ წლის ბოლოს რომ შემოიტანეს განცხადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოდან 10 მოსამართლის. ამას მოხდა პარლამენტში ძალიან მკვეთრი რეაქცია. მე მახსოვს რომ ერთ დღეს მომიწია ორი ჯგუფთან შეხვედრა, დაახლოებით 30 კაცი იყო პირველ ჯგუფში, მეორეში 15-20 კაცი იყო. ემოციურობა ძალიან ბევრი იყო, ჩვენ მქონდა პოლემიკა. დაჟინებით ითხოვდნენ რომ სწრაფად არ განხილულიყო ეს სია. და მათში ეს 4 იული, თქვათ, 3 იული უბრალოდ შეიძლება თქვათ რომ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ, რასაც ესენი იჩემებენ, მე არ უკარგავ ამას, იჩემებენ რომ ესენი ყველაზე აქტიურები იყვნენ და კი ბატონო. 2 თუ 3 დღის პოლემიკის შემდგომ მთელი გუნდი დარწმუნდა რომ ეს სია საჩქაროდ არ უნდა განხილულიყო. ამაზე გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, როგორც კარგად გახსოვთ, რომ არ განიხილება წლის ბოლომდე და იმის შემდგომ დამტკიცების და განხილვის ფორმაზე იყო დიდი პოლემიკა. ამ პროცესში თვითონ მოსამართლემა გაიწვიეს საკუთარი განცხადებები უკან რამე თუ პროცედურულად სხვანაირად არ შეიძლებოდა პარლამენტს არ შეეძლო ის უკან გაეგზავნა, ესეც მოხდა. ეს სამეული დაჟინებით აცხადებდა ღიაკარის დრევას. თქვენ გახსოვთ ამას მოხდა ბესელიას გადადგომა, შემდგომ ძალიან გაურკვეველი პროცედურებით გადამდგარი ბესელია ცდილობდა საუბრობთ გაურკვეველ განცხადებებზე რომ ვერ წარმოადგინეს არგუმენტები და ასე შემდეგ. მე აქვე მინდა გკითხოთ ფასეულობების აღრევა. აი ფასეულობების სანამ გადავართ უგაცრუათ ირაკლი, სანამ ფასეულობების აღრევაზე ბესელიას საუბრობთ. მე მინდა უბრალოდ მისი ციტატა წაგიკითხოთ და შემდეგ გააგრძელოთ ეს არის თუ არა არგუმენტი, უბრალოდ ამის გარკვევას ვცდილობ. ქართული ოცნება 1 ოქტომბრის იდეალებს აცდა, ჩვენ გვაქვს დღეს ღირებულებათა სხვაობა. ისაც ჩვენ შევქმნით შორსა იმ იდეალებისგან, რასაც ეფუძნებოდა ეს პოლიტიკური პარტია. ერთის მხრივ ეკა ბესელია ამბობს, რომ არის ფასეულობების აღრევა და მეორე რაზეც მიანიშნებს ეს არის სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ვითარება. კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს, რაზეც ჩვენ ცოტა ხანში ასევე ვისაუბრეთ. კი ბატონო, მაგრამ მე მაინც დავასრულებ პირველ ნაწილს გასვლის მიზეზს და შემდეგ რა შეიძლება ფასეულობათა აღრევას, რასაც თქვენ ამბობთ და ზოგადად შემიძლია დავასრულოთ და მოვამზადოთ ჩვენი ტელემაყურებელი, რომ სწორედ რო პირიქით მიმაჩნია, რომ ფასეულობების
თანამდებობათა აღრევა მოხდა მათში და არა გუნდში, რასაც ისინი გუნდს მოსაყვედურებენ. იმისთვის რომ პირველი ნაწილი დავასრულებთ, რაც შეიძლება სწრაფად, რომ მათ არ ქონდათ მიზეზი წასვლის. რამე თუ სიის განხილვა იყო თავში, სისწრაფეზე იყო, სია გადაიწია, იმის შემდგომ წავიდა კამათი კრიტერიუმებზეც იყო დიდი პოლემიკა გუნდში, იყო რამდენიმე ვარიანტი. ყოველთვის ყველა ვაცხადებდით ამაზე თანხმდებოდით, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა შემოვიღოთ, როდესაც კრიტერიუმებზეა საუბარი. ეს სამეული მუდამ აპელირებდა ისეთი კრიტერიუმებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ კონსტიტუციასთან, რომელსაც თვითონვე მისცეს ხმათ ხმა წელიწადი თუ წელიწადნახევრის წინ, რაც გაუგებრობას იწვევდა. იმაზეც იყო კამათი, რომ თავისუფალი კენჭისყრა იქნებოდა თვითოულ კანდიდატზე, რომლებიც შემოვიდოდნენ, მოკლედ შევთანხმდით, პირობებზე ვთანხმდებოდით შიგნით, რომ იქნება თავისუფალი კენჭისყრა, თუ იქნება ისეთი კანდიდატი, რომელიც მიუღებელია გუნდისთვის, არ მივცევთ ხმას, ისეთი ეჭვიც გამოითქვა, რომ აი თავისუფალი კენჭისყრა იქნება, მაგრამ კენჭისყრის დროს იქ შეიძლება თქვათ აღარ მოხდეს შეთანხმება იმ პიროვნებაზე, რომელიც მიუღებელია გუნდისთვის და მაინც გავიდეს. ამაზეც გავაკეთე რეაქცია და მივეცი წინადადება, რომ შეგვიძლია თითოეული კანდიდატი განვიხილოთ აქვე გუნდში, უმრავლესობა რომელიც სრული სია იყო მიუღებელი თუ რამდენიმე გვარი? რამდენიმე გვარზე იყო საუბარი, როგორც გახსოვთ. მურუსიძე, ჩინჩალაძე. მურუსიძე არ იყო სიაში. დიახ, ხო, ჩინჩალაძე. მურუსიძე არ იყო სიაში, მაგრამ რამდენიმე გვარზე იყო, 2 თუ 3 გვარზე იყო. კამათი, პრინციპები იყო მთავარი. სია გაიწვიეს, კრიტერიუმებზე მუშაობთ, როგორ უნდა შემოვიდეს და ვინ უნდა შემოიტანოს, როგორ უნდა შემოვიდეს პარლამენტამდე. პარლამენტშიც აღარ დავტოვეთ არავითარი ვიწრო ადგილი, როდესაც შევთანხმდით, რომ თვითოულ გვარზე მანამ სანამ გავა პარლამენტში, ჩვენ შეგვიძლია უმრავლესობა შევიკრიბოთ, თუ ვინმეს ექნება არგუმენტი გვარზე, რომ ეს არის ოდიოზური ან და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, იქ უყრიდით კენჭს და ამ კენჭისყრას აღარ შეცვლიდნენ ისინი საპარლამენტო სესიაზე. ამითაც დავაზღვიეთ. პრაქტიკულად იქ კითხვები აღარ არსებობდა, მაგრამ ისინი ვერ წყნარდებოდნენ, უბრალოდ არ წყარდებოდნენ. ჩემი აზრით, რამე თუ მათ ჰქონდათ გადაწყვეტილი გუნდიდან გასვლა, უნდათ ეს მიზეზად გამოეყენებინათ და სწორედ ამას ვამბობდი და ამას რეალურად ეხლა ეს მიზეზი ვერ არის დასაბუთებული. რომ გუნდიდან გადის, ანუ ადამიანები, რომლებიც თავიდან თქვენთან ერთად იბრძოდნენ, ხო, წინა ხელისუფლების შეცვლის კონტექსტში, რატომ აპირებდნენ გასვლას, რატომ გადაწყვიტეს? თქვენ რა ინფორმაცია? აი, სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ მიზეზებს, რომლებსაც ისინი ასახელებენ, რატომ წავიდნენ გუნდიდან, პირველი აი პროცედურებს თუ გავყებით, რომ პირველი იყო რომ მოსამართლეების სიის შემოტანა, იმის დამტკიცება, კრიტერიუმები ვერ დაამტკიცეს და გუნდში მათმე მივეცი საუბრის საშუალება რამდენი სურვილიც ჰქონდათ კრიტერიუმებზეც და გამოიკვეთა, რომ სამს ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია, რომელსაც ვერ ასაბუთებდნენ, დანარჩენი გუნდი დაწნარდა ამ პროცესში. ეს პოზიტივი მივიღეთ, ნახეს, რომ ამათი თქვათ ზედმეტი აქტიურობა არაფერზე არაა დაფუძნებული. სწორედ ეს ჰქონდა და ამაზე მინდოდა მე თქვა პირველ ნაწილში, რომ მათ რეალურად ვერ თქვეს მიზეზი გუნდიდან წასვლის, ეს არ იყო საფუძველი და საბაბათაც ვერ გამოდგებოდა, რამე თუ ყველა პრეტენზია რაც არსებობდა მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, გუნდში შევაჯერეთ თავიდან ბოლომდე და ისინი მას ესწრებოდნენ. რაც შეეხება ფასეულობის აღრევას, რომ ქართულმა ოცნებამ დაკარგა ის ღირებულებები, რასაც ეს სამეული და ოთხეული ხშირად იმეორებენ, მე მიმაჩნია პირიქით, რომ მათ ისინი დაიბნენ და მათ მოახერხეს და აურიეს ფასეულობები. ამას ოღონდ დაჭირდება კარგი დრო, რომ დავასაბუთო, ამას ხედულობაში